მოგესალმებით, მე ვარ ანა ჩიქოვანი, თბილისის სამედიცინო აკადემიის მეხუთე კურსის სტუდენტი და ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას სტამბულის აიდინის უნივერსიტეტში. მოგესალმებით, მე ვარ სესილი ლაზარია, მეხუთე კურსის სტუდენტი. დღეს მე მოგიყვებით ჩემს გამოცდილებაზე და შევეცდები, რომ სხვებსაც დავეხმარო ჩემი გამოცდილებით. ერთი სიტყვით რომ შეაჯამოთ თქვენი გაცვლითი სემესტრი, რა სიტყვას გამოიყენებდით? ალბათ გამოვიყენებდი შთამაგონებელს. ყველაზე კარგად ალბათ ეს აღწერს ჩემს მოგონებებს. ანა, ერთი მოკლე მესიჯის გაგზავნა რომ შეგეძლოს მომავალ გაცვლით სტუდენტებთან რა იქნებოდა ეს? იცი რა არის, ვიტყოდი რომ არ შეუშინდნენ სხვადასხვა დაბრკოლებებს, გაბედონ და ჩაერთონ ყველანაირ აქტივობებში, რაც იყო ჩვენ შემთხვევაში იქ დაგეგმილი, რომელი საგანიან პროფესორი დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით და რატომ? ყველაზე მეტად დამამახსოვრდა პედიატრიის ლექტორი, იმიტომ რომ ისედაც ვფიქრობდი პედიატრიას და მან უფრო დამერწმუნა, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო ჩემი სფერო და იმდენად თბილად და კარგად მიგვიღო, რომ ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე კარგი გამოცდილება თურქეთში. ჩემ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ პლასტიკურ ქირურგიაში რო გავიარა ინტერნშიპი, მან დრო დამაყენა პირველად ოპერაციას და გამეკეთებინა, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე დამამახსოვრებელი მოგონება. ანა, როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება მიმღებ უნივერსიტეტზე და გარემოზე? პირველი შთაბეჭდილება იმახსოვს, რომ ირო შევედით უნივერსიტეტში და პირველი რო დავინახეთ ამ ხელა პატარა ქალაქივით რო იყო ეს უნივერსიტეტი, ანუ ხა ჩვენ უნივერსიტეტთან შედარებით პატარა იყო, დიდი იყო უფრო სწორად, მაგრამ ერთმანეთს გადავხედეთ მახსოვს და ანუ we made it მომენტი გქონდა რა ზუსტად. ბედნიერესები ვიყავით, არასდროს წარმოგვედგინეთ, შეიძლებოდა რომ სტამბულში გვესწავლა 6 თვე და აი ძალიან ადლიერებით ცოტა ისიც იყო, აი ამაღელებელი მომენტიც იყო თავიდან, იმიტომ რომ აი ახალ გარემოში რომ შევდიოდით უცხო ხალხი იყო რა. მაგრამ ანუ იმათგან ისეთი ის დავინახეთ ფიდბექი წამოვიდა და აი ჩვენც თავი კომფორტულად ვიგრძენთ ძალიან და ანუ უფრო გაგვიმარტივდა ურთიერთობაში შესვლა ხალხთან. რა იყო ყველაზე დაუვიწყარი მომენტი ან ამბავი, რომელიც ერთად გადაგხდათ სემესტრის განმავლობაში? ვფიქრობ, ყველაზე დაუვიწყარი იყო, როცა ტრიპზე წავედით ერთად, მთელი ერასმუსი წავედით და მანდ უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი, კარგი საღამოები გვქონდა და ვიტყოდი, რომ ეგ იყო ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაურობაც კი ბავშვებთან ერთად. ჩემთვის იყო კულინარიული დღე. ჩვენ მოვამზადეთ ქართული საჭმელები და ასე ვთქვათ, წარუადგინეთ ჩვენი ქვეყანა. ანა, საქართველო აღნიშნავს ბოლონიის პროცესში ჩართვის 20 წლის თავს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამას? ვიტყოდი, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ ქართულ სტუდენტებს, რომ ვთქვათ, ჩაერთონ ჩვენ ესეთ გაცვლით პროგრამაში და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ღონისძიებებში და აქტივობებში და უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გზას გაუკვალოს ქართულ სტუდენტებს და აი წარმატების და მომავლის ანუ გზის ფორმირებაში დაეხმარება კარგად. დაასრულოთ ერთი სიტყვით. ჩემთვის ბოლონიის პროცესსა და ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ჩართულობა ნიშნავს შესაძლებლობას. ეს ვიტყოდი. კი. როგორ ფიქრობ ამ გამოცდილებამ, როგორ შეგვცვალა პირადად და აკადემიურად ხედავს ცვლილებებს ერთმანეთში? ვიტყოდი, რომ კი. ანუ ორივე ეს ჩემი აზრით უფრო მეტად დამოუკიდებლები გავხდით, უფრო მეტად თავდაჯერებულები გავხდით და აი პატარა დაბრკოლებების და რაღაცების უფრო მეტად აღარ შეგვეშინდება ჩემი აზრით. და სტრესთან გამკლავება ვისწავლეთ, იმიტომ რომ ამ ხელა ქალაქში მარტოები ვიყავით, ერთმანეთი გვყავდა თავიდან მარტო და უფრო დაგვაახლოვა კიდევაც ამან და უფრო ვისწავლეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ მარტო დამოუკიდებლად ამ ხელა ქალაქში. იმიტომ რომ პირველი დღე რომ ახსენდება და პირველი კვირა, აი ეს საბუთების და residency permit-ის ამბებში ცოტა ძალიან რთული იყო და სტრესული იყო, მაგრამ მაგასაც გავუმკლავდით. კი. რა რჩევას მისცემდით მომავალ გაცვლის სტუდენტებს? რაც უნდათ ამ მიზნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ და ვფიქრობ, რომ გაცვლითი პროგრამა არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ გაიცნონ თავიანთი თავი პირველ რიგში და გზა გაიკვალონ.